მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და უძვირფასესო გამომწერებო. მოგესალმებით ყველას, ვინც ამ აუდიო ჩანაწერს მოისმენთ და ამ რომანს მიყვებით და უსმენთ. ჩვენ გავჩერდით იქ, რომ სამარადისოდ გაყვება მის გონებას და გავაგრძელოთ იქიდან. როცა ის მატარებლით მიემგზავრება საქართველოში. ჯარისკაცის ფიქრები აწგარდასული მწარე დღეების მოგონებებში დაჰქრიან და თავიანთ პატრონს აღარ ემორჩილებიან, რომელიც დროდადრო დაჰყურებს საათს და დედასთან შეხვედრის შესაძლო დროის შემოკლებას მდუმარედ ითვლის. ის ცდილობს, რომ აზრები თანმიმდევრულად დაალაგოს, რათა მშობელს შეხვედრისთანავე დეტალურად აღუწეროს თავისი თავგადასავალი. მას სურს, რომ ეს, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს, რადგან დედაშვილმა ერთად გააკეთონ დასკვნა, რომელსაც აგერ უკვე რახანია მარტო ვერაფრით ახერხებს. მატარებელი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიიჩქაროდა. პანჯრებიდან აღარაფერი ჩანდა. უკუნეთს მოეცვა და usახლებელი ადგილი, რომლის მყუდროებასაც რკინის ბორბლების დრაგუნი არ ღვევდა მხოლოდ. დაქანცულ ანტონს ძილი მოერია, ნახევრად შებრუნდა და თავი ხმელსაზურგეს მიადო. აქეთ-იქით მოქანავე ვაგონი პირველ წუთებში დაძინების საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ დაღლილობა მიმარჯვა და როგორც იქნა, ჩათვლიმა. ორდღე ნახევარზე მეტი იარა ასეთი ფორმით და როცა თბილისის მიწაზე ჩამოდგა ფეხი, მუხლი ძლივს შეიმაგრა. ჯდომისაგან დაკუტებული ფეხები წვალებითაა მოქმედა ვაგონის სახელურს მოჭიდებულმა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურა რკინიგზის სადგურის გასასვლელისკენ. 3 საათი იმგზავრა ავტობუსით თავის ქალაქამდე და თითქმის ფეხზე მძინარე მიადგა მშობლიურ კორპუსს. ეზოში ხის გრძელ სკამზე ანტონის ორი მეზობელი მამაკაცი ჩამომჯდარიყო, რომლებიც წყნარად საუბრობდნენ. ჯარისკაცის დანახვაზე ისინი ერთიანად შეკრთნენ, რის შემდეგ აიბუზნენ და ერთმანეთს გადახედეს. ამასობაში ანტონი მიუახლოვდა მათ და, როდესაც თავისი მეზობლების სახეებზე უცნაური სერიოზულობა შენიშნა, ღიმილით იკითხა: ალბათ ვერ მიცანით, არა? კი გიცანით, შვილო, წარმოთქვა ერთმა და ორივე მამაკაცი ფეხზე წამოდგა. ანტონმა მისალმების ნიშნად ხელი ჩამოართვა მათ და ღიმილიანის სახით კვლავ იკითხა: აბა რატომ დაიქუფრეთ ჩემი დანახვისას? მეზობლები ანტონს კარგად დააკვირდნენ და რაჟამს მიხვდნენ, რომ არაფერი იცოდა ნინა მაქსიმოვნას შესახებ. უფრო შეწუხდნენ. ძალიან უხერხული სიტუაცია ჩამოწვა, როცა ჯარისკაცი ინტერესით შეჰყურებდა უსიტყვოდ მდგარ აბუზულ ადამიანებს, რომლებსაც თავისი ბავშვობის წლებიდან კარგად იცნობდა. იცოდა მათი თბილი დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის მიმართ და იცნობდა მათ ენაწყლიანობასაც. სწორედ ეს გამტკნარებული სახეები აღმოჩნდა ანტონისთვის ძნელად აღსაქმელი და ცოტა არ იყოს დააბნია კიდეც მათმა ასეთმა გამომეტყველებამ, მაგრამ სწრაფად მოეგო გონს დაღლილობის მიუხედავად და ისევ მან დაარღვია დუმილი. უკვე ცუდის მოლოდინში ვარ, მაგრამ ვერ ვარკვევ, რა შეიძლება ხდებოდეს ჩემს თავს, თქვა დაძაბულ რეჟიმზე უეცრად გადართულმა ჯარისკაცმა და შუბლშეკრულმა მიმოატარა მზერა მეზობლებს. წამიც არ იყო გასული, რომ ორიოდე ნაბიჯი უკან გადადგა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია თავის წინ მდგომარე თავდახრილი მამაკაცებისთვის. შემდეგ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დედის სახელი და ადგილს მოწყდა. ანტონმა საშინელი დაღლილობის მიუხედავად სადარბაზომდე სწრაფად მიირბინა და მეოთხე სართულის კიბეებით სულ მოუთქმელად აირბინა. საკუთარი სახლის კარს რომ მიადგა, ხელი ძლივს ასწია და დააბრახუნა, რასაც აკასკასებული ხმაც მიაყოლა: ნინა მაქსიმოვნა, მე ვარ. კარს იქით ჩამიჩუმი არ ისმოდა. სულ მცირე ხანში სწორედ ეს სიჩუმე გახდება ამ სახლის ახალგაზრდა და უკვე
ერთპიროვნული მეპატრონის ახალი ცხოვრების საფუძველი, რომელიც მის გონებაში დამღასავით ამოიშანთება და მისივე სიცოცხლის უკან ადევნებული სევდიანი თანამგზავრის სტატუსს შეიძენს. ეს კი თავისთავად ნიშნავს კომუნისტების მიერ ურჩი მოაზროვნეებისთვის ხელოვნურად შექმნილ ცხოვრებისეულ გზას, რომელსაც მათივე დაუწერელი ლოზუნგი ამშვენებს ინტელექტუალებო უკან მომავლისაკენ. ანტონი უღონოდ მიყრდნობოდა კარს და ამაოდ უცდიდა შიგნიდან დედის გამოხმაურებას. სანამ სრულად გაიაზრებდა იმას, რომ დედა სახლში რომ ყოფილიყო აქამდე გამოხედავდა, გვერდითა მეზობლის კარის ჩხაკუნმა შეაკრთო, რომლის ზღურბლზეც მოხუცი ქალბატონი შენიშნა გასაღებით ხელში. ჩამოხვედი შვილო, უთხრა ნაღვლიანი სახით მოხუცმა. გასაღები მე მაქვს და კარგს გაგიღებ ახლავე, თქვა და თავდახრილი გაემართა კარის გასაღებად. ნინა მაქსიმოვნა სად არის? კითხა ანტონმა და სახლში შევიდა, რომელსაც მეზობელი ქალბატონი ფეხთაფეხ მიჰყვა. ეს რა შმორის სუნი დგას? კვლავ იკითხა ანტონმა და ზურგჩანთა მისაღებ ოთახში მდგარ სკამზე მიაგდო. შემდეგ უცნაურად მილაგებული სახლი მოათვალიერა და მეზობელს მიუბრუნდა. ისეთი სიტუაცია, რომ აქ თვეობით არ გაღებულა ფანჯარა და თქვენ მაინც მითხარით რა დაემართა დედაჩემს? ნუ თუ დაიჭირეს, განარაქნა ამისთანა, თქვა უკვე მაღალ ხმაზე სავიჩევმა და ნერვული დაძაბულობაც უმალ შეეტყო. მოხუცს თვალიდან ორი კურცხალი ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე, რის შემდეგაც თავის ხელში გამოზრდილ ბიჭს მიეახლა და მისი თავი გულზე მიიხუტა. ნინა აღარ გვყავს, წარმოთქვა ქალმა და ქვითინი აუვარდა. სავიჩევი ზამბარასავით შეკანდა. მოხუცს მწრაფლ განეშორა, ნაბიჯი უკან გადადგა და თითქმის შეჰყვირა. რა? როგორ თუ? ბოლო ორი სიტყვა ენის ბორძიკით ამოიძახა და დაჭიმული სხეულით, ძეგლივით გაყინული დაელოდა მეზობლის პასუხს. ნინა მოსკოვიდან ჩამოასვენეს შვილო. ამოილუღლუღა ქალმა და კიდევ ერთხელ გამოიწმინდა ცრემლებისაგან დასველებული თვალები. როდის მოხდა ეგ? სიმწრისაგან ამოიგმინა ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის სევდიანი სახის გამომეტყველებაც უეცრად ისეთმა ნაღველმა დაიპყრო, იმ თავითვე ჩანდა, რომ საკუთარ პატრონს ღიმილის უფლებას ძალიან დიდხანს ჩამოართმევდა. დაახლოებით 3 თვის წინ შვილო, უპასუხა ქალმა. ანტონ სავიჩევი ნახევრად თავდახრილი წალასლას და სავარძლისაკენ და მკვდარივით მიესვენა მის საზურგეს. შემდეგ მარცხნივ შებრუნდა, გვერდითა კიდეს იდაყვებით დაეყრდნო და ხელებში თავჩარგული თვალში მოწოლილი ცრემლის თანხლებით შეუდგა მისთვის ყველაზე მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბის რეალობის რანგში აყვანას, რომლის ჭეშმარიტ გააზრებასაც მის გონებაში მისივე ხელოვნურად შექმნილი ცხოვრების შემოქმედი სახელმწიფო სისტემა ყოველთვის წინ აღუდგება. მივყვეთ მოვლენებს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მარტო სულად დარჩენილი ახალგაზრდა იმ მონსტრის შეტორტმანებას მაინც, რომელიც ამგვარი ინტელექტუალების მსხვერპლად შეწირვას ასეულობით მილიონი ადამიანის ცნობიერებაში შიშის სინდრომის დასათესად იყენებს. ღიად დარჩენილ კარში ორი მამაკაცი ფეხაკრეფით შემოვიდა და მისაღებ ოთახში მოხუცი ქალის გვერდით აწურულები დადგნენ უჩუმრად. ესენი ის მეზობლები იყვნენ, ანტონს რომ შეხვდნენ ეზოში და ვერ უთხრეს დედის გარდაცვალების შესახებ. ბოდის გიხდით შვილო, რომ ვერ გამცნეთ დედის ამბავი. ჩუმი ხმით წარმოთქვა ერთმა და სახე შეჭმუხნილი მიაჩერდა კვლავ ხელებში თავჩარგულ ჯარისკაცს, რომელსაც მათი შემოსვლა არც გაუგია. ანტონ სავიჩევმა თავი მძიმედ ასწია და ოთახში მდგარ მეზობლებს რიგრიგობით შეხედა. რა მიზეზით გარდაიცვალა დედაჩემი? საკმაოდ დაბალ ხმაზე იკითხა ანტონმა. არ ვიცით.
თითქმის ერთხმად უპასუხა ყველამ და გაფაციცებით მიაშტერდნენ ანტონს. აბა მიზეზი არ უთქვამთ, ვინც ჩამოასვენა? იკითხა ისევ სავიჩევმა. არაფერი უთქვამთ, შვილო, თქვა ქალმა და განაგრძო. ნინას ჩამოსვენების წუთიდან მის დაკრძალვამდე კუბოს დაცვა არ მოსცილებია. ღამით როცა მიდიოდნენ, კარს ლუქსადებდნენ და დილით ადრე ხსნიდნენ. კი მაგრამ მიცვალებულს რომ ხომ შეხედეთ და დაახლოებით მაინც ვერ შეატყვეთ, მოკლული იყო თუ ბუნებრივად გარდაცვლილი? შეაწყვეტინა ანტონმა. მიცვალებული ვინ გვაჩვენა, შვილო? ცინკის დახურული კუბოთი მოასვენეს და ისე დავკრძალეთ უბედური ნინა, თვალითაც არ დაგვანახეს. ქალმა როგორც კი დაამთავრა სათქმელი, მზერა მეზობელი მამაკაცებისკენ გააპარა, თითქოს შეეშინდაო საკუთარი სიტყვების. ანტონი ფეხზე წამოდგა და მეზობლების სახეები საფუძვლიანად დაათვალიერა. მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ გონება სხვა მიმართულებით მიატრიალა. ესე იგი, თქვენ ისიც არ იცით, იმ კუბოში ესვენა თუ არა საერთოდ მიცვალებული? ასეა ხომ? თქვა სავიჩევმა და პასუხს დაელოდა. რა თქმა უნდა, როცა არ გვინახავს, როგორ ვირწმუნებთ? წარმოთქვა შედარებით იმ თამამმა მამაკაცმა, რომელმაც ანტონს მოუბოდიშა. ჯარისკაცმა თავი დახარა და რაღაცის განსჯას შეუდგა, რომელიც 1 წუთის შემდეგ ასე დაამთავრა. შეგიძლიათ გამომყვეთ და მაჩვენოთ ნინა მაქსიმოვნას საფლავი? ოღონდ თქვენ არ შეგაწუხებთ. მე ახლა მოხუც ქალბატონს და მხრებზე ხელი ფრთხილად მოხვია. ეზოში დაგელოდებით. ტანისამოსის გამოცვლა თუ გჭირდება და მოწესრიგება, ჩვენ დაბლა ვიქნებით. ჩაილაპარაკეს მამაკაცებმა და ოთახიდან გავიდნენ. გაზაფხულის მზე დასავლეთისკენ გადაწვერილი იყო, მაგრამ მაინც მწველად ასხივებდა. სასაფლაოზე ამოტოტილი უზარმაზარი ცაცხვის ხეები ახლად გამოსული ფოთლების შრიალით ეურჩებოდნენ მონაბერ ნიავს და ჩუმ გარემოში განლაგებულ გარდაცვლილთა ცივ სამარეებს ხმაურიანი დარაჯებივით წამოსდგომოდნენ თავზე. მარადიულობაში გარდასული სულების მიერ მიტოვებული სხეულები ქვაზე თუ ხის ნაჭერზე წაწერილი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით ჯერ კიდევ რჩებოდნენ ამ იდუმალი ადგილის ბინადრებად, მაგრამ დროჟამი, როგორც წარმავალობის ერთადერთი მთავარი ნიშანი, ადრე თუ გვიან მათ უკანასკნელ სამკვიდროსაც გადაშლის. მანამდე კი მათი განსასვენებელი მდუმარებაში ჩაფლულა და გარედან შემხედვარე თვალი ძველ და ახალ საფლავებს ჩაღრმავებული ადგილებით, აბიბინებული ბალახებით და მიწაყრილებით განასხვავებს. მხოლოდ ერთ-ერთ ასეთ მიწაყრილზე ჩარჭმული ხის ნაჭერი გვამცნობს, რომ ნინა მაქსიმეს ასული ბერდიევასაც დაუვანებია მათ შორის ადგილი, რომლის სიახლოვეს მდგარი ახალგაზრდა კაცის მზერა უკვე რამდენიმე წუთია არ მოსცილებია მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს. ის დგას ორ ხანდაზმულ მამაკაცს შორის და მის მწუხარე სახეზე იკითხება ფიქრი, რომელიც დედასთან ერთად გატარებულ წლებს დასტრიალებს ზემოდან. ანტონ სავიჩევის აზროვნება წარსულმა მოიტაცა და უკვე გავლილი გზების ხელმეორედ დალაშქვრა უბრძანა, რათა მისგან მიღებულ სევდას გონებისათვის გადაეკეტა თვალებიდან მიღებული რეალობის აღქმის უნარი, რომელიც დედისა და მამის საფლავებს შორის მსგავსებას უმტკიცებდა. ბოლოს მაინც იმარჯვა ჯარისკაცის გამჭრია ხმა გონმა და კუიბიშევიდან აღებული პარალელი საფუძვლიანად გაავლო ნინა მაქსიმოვნას საფლავზე. ანტონის მეხსიერებაში მკვეთრად აღბეჭდილმა კუიბიშევში ნანახმა სასაფლაოს სცენამ მისი დაჭიმული სახის ნაკვთების გაშლა დაიწყო და საკუთარ აზროვნებას დედის გარდაცვალებაში უეცრად აღმოცენებული ეჭვი წინა პლანზე წარმოუდგინა. ღმერთო ჩემო, გაიფიქრა სავიჩევმა და მკვდრად გამოცხადებული მამის გვერდით გატარებული მომენტები გაიხსენა. შემდეგ დედა წარმოიდგინა ცოცხალი და თავის წინ არსებულ საფლავს, როგორც უკვე ნანახ სატყუარას, ისე მიმოატარა მზერა.
დედის სიცოცხლეზე ფიქრმა მის აზროვნებას მცირე ხნით ისევ წაართვა სადავეები და ოცნების სამყაროში შესასვლელად გამწევ ძალად თავისივე სურვილები ჩაუყენა, მაგრამ გონმა აქაც იმარჯვა და წამიერად გზააბნეულ აზრებს ნინა მაქსიმოვნას სიცოცხლის არარსებულ მტკიცებულებათა აზრის მეშვეობით გზა გადაუღობა, რითაც საკუთარი პატრონი ლამაზად შენიღბული ქაოტური სამყაროდან კიდევ ერთხელ დაიხსნა. იქნებ ეს სამარხიც მამაჩემის საფლავის მსგავსად სარიელია და თუ ეს ასია, სად არის ნინა მაქსიმოვნა, სად არის სიმართლე და სად ვეძიო მეის, როგორ ვირწმუნო დედის სიკვდილი კვიბიშევის შემდეგ, მით უმეტეს მაშინ, როცა მიცვალებული არავის უნახავს, საკუთარ თავს უსვავდა კითხვებს გონებაში და გამალებით ფიქრობდა გამოსავალზე. უეცრად რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მდუმარედ მდგარ მეზობლებს მიუბრუნდა. დიდი მადლობა, რომ წამომიყვანეთ და მაჩვენეთ დედის საფლავი. ახლა წავიდეთ სახლში, ძალიან დაღლილი ვარ. 3 დღეა მოვდივარ და თითქმის არ მძინებია. ანტონ, 1 წუთს დაგაყოვნებთ, თქვა ერთმა და ქაღალდის პაკეტიდან ბოთლი ღვინო, ჭიქები და პური ამოალაგა. ჩვენი ძვირფასი მეზობელი და მფარველი ნინა მაქსიმოვნა გავიხსენოთ თითო ჭიქით. არ დავარღვიოთ ქართული ტრადიცია, ამბობენ რომ მისავალიაო. მისი სული ახლა აქ ტრიალებს და ალბათ ჩვენც შევთხოვოთ უფალს. ალბათ ჩვენც მისი სული ახლა აქ ტრიალებს და ჩვენც შევთხოვოთ უფალს მოიხსენიოს იგი ცათა სასუფეველში. მისთვის ახლა მეც ვეღარაფერს გავაკეთებთ და იქნებ ასე მაინც დავაფასოთ ჩვენი ნინა. წამოეშველა მეორე მამაკაცი, 15 წუთი კიდევ დაჰყვეს სასაფლაოზე, რის შემდეგაც წყნარი ლაპარაკით გამოემართნენ თავიანთი კორპუსისაკენ. ცას უკვე ბინდი შეჰპარვოდა, როცა ენერგია გამოცლილმა ანტონ სავიჩევმა თავისი სახლის კარი შეაღო და მწუხარე სახით დედის საძინებელი ოთახისაკენ გაემართა. ნინა მაქსიმოვნას სავარძელს რომ მიუახლოვდა, ცოტა ხანს უყურა. შემდეგ მის საზურგეს ხელი ფრთხილად გაუსვა, თითქოს დედის სითბოს შეგრძნება სურსო. ერთხანს ასე იდგა გახევებული. უკასრავად და როცა უღონოდ ჯდებოდა სავარძელში, საწოლზე დალაგებულ დედის ტანსაცმელს მოჰკრა თვალი. ყელში უცაბედად მოწოლილმა სევდამ თვალში ცრემლი მოადინა ანტონს. ისტიროდა ჩუმად თავისთვის, როგორც მარტო სული და მთელს დუნიაზე მარტოდ შთენილი ადამიანი. ტირილი უცხო არ იყო ამ ოთახისთვის, რადგან იგივე მარტოობის მიზეზით სწორედ აქ, ამ სავარძელში, ნინა ბერდიევასაც დაუღრია უამრავი ცრემლი. ეს კედლები მოწმენი იყვნენ მრავალი მოთქმა გოდებისა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფ დედაშვილს შორის იყო ერთი განსხვავება. მტირალ ნინას ანტონი ჰყავდა მომავლის იმედად, რაც გულს უმაგრებდა და მის გონებას აიძულებდა ებრძოლა, ხოლო ანტონის აზროვნებაში ჯერჯერობით ასეთი არავინ და არაფერი მოსჩანდა და საკუთარ ბედზე გამწყრალი მისი ფიქრები მხოლოდ წარსულს დასტრიალებდა. უეცრად თავისი ბავშვობა გაახსენდა და ის მომენტი წარმოიდგინა სკოლაში გამგზავრების წინ დედა ზურგჩანთის მოკიდებაში რომ ეხმარებოდა და თან არიგებდა. აბა შენი ციშვილო, მასწავლებლებს კარგად მოусმინე, გაკვეთილები სწორად ჩაინიშნე და ჭკვიანად მოიქეცი. არასოდეს იფიქრო, რომ შენ სხვებისგან განსხვავებით მამა არ ყავს. მამაშენმა ალექს სავიჩევმა სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა თავი და დღევანდელი საბჭოთა ხალხის მშვიდ ცხოვრებაში მისი წვლილიც არის. თანამემამულეებისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა ყველას არ შეუძლია შვილო,
და ამიტომ ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ გმირი მამის შვილი ხარ და თავი ამაყად გეჭიროს. ეს ყოველივე კი გავალებს იმას, რომ მამის სასახელოდ იყო ძლიერი და სხვებისაგან სანიმუშოდ გამორჩეული. ასე არიგებდა დედა და ეს გაახსენდა ახლა მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილ სავიჩევს. ამ მომენტის გახსენებამ თითქოს სული შთაბერა. წელში გაიმართა და სიჩუმეში შთანთქმულ ოთახს მიმოატარა მზერა, რომ ამ დროს კუიბიშევში ნანახი მამა წარმოუდგა თვალწინ. არაფერი არ მქონია თურმე საამაყო ნინა მაქსიმოვნა, არც მაშინ და მით უმეტეს ახლა, როცა მომავალსაც ვეღარ ვხედავ. თავისთვის ჩაილაპარაკა ანტონმა, რომელსაც მამის გახსენებამ ოდნავ ამეტყველებული იერი კვლავ მოუკუფრა. 2 წუთის განმავლობაში იატაკზე თვალმიშტერებული თითქოს ჩაფიქრდა, მაგრამ მალევე ასწია თავი და დაკვირვებით შეათვალიერა ოთახის შემოსასვლელი კარი. მისი მეხსიერება გამალებით ეძებდა რაღაც მნიშვნელოვანს, რომელზეც ქვეცნობიერი უკვე გამუდმებით მიუთითებდა. მისმა აზროვნებამ როგორც იქნა გზა გაიკვლია ბურუსში მოქცეული გონების სიღრმეში და იმ ადგილს მიაგნო, სადაც მისი ჯარში გამგზავრების წინა დღის მოვლენები იყო შენახული. სწორედ იქ აღმოაჩინა დედის ის საუბარი, რომელიც მაშინვე უცნაურად ეჩვენა, მაგრამ ამაზე მას შემდეგ რატომღაც აღარ უფიქრია. სავიჩევი თავის წინ აღმართული ზღუდეების გარღვევას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა, რაზედაც საჭირო გახდა იმ სიტყვების გახსენება, რომლითაც ნინა მაქსიმოვნამ შვილი დამოძღვრა ჯარში წასვლის წინ. ეს კი უკვე მიმართულებას ნიშნავდა და ანტონიც დაკვირვებით მიჰყვა ამ გონებრივი ჩანაწერების თანმიმდევრობას. შვილო, შენ ჯარში მიდიხარ 3 წლით. ამ პერიოდში ჩვენ ასეთი საუბრისთვის ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. თუ რა თქმა უნდა შვებულება არ მოგცეს, მაგრამ ისეთი ნაწილებიც არსებობს, სადაც სამსახურის დროის ამოწურვამდე სახლში არ უშვებენ. მეცსაც გეტყვი, რომ საიდუმლო ნაწილში თუ მოხვდი, შენც კი არ გეცოდინება ის ადგილი, სად იქნები. წერილი რომ წერილია, იმითაც კი ვერ ვიურთიერთობებთ. ამიტომ რადგან ჩვენ ვდგავართ ხანგრძლივი დროით დაშორების წინაშე, მიმაჩნია რომ უნდა იცოდე ერთი რამ, რათა ის მოულოდნელობები, რაც უცნობ სიტუაციებს მოჰყვება, თავიდან აიცილო. ანტონს გაახსენდა, რომ დედა აქ ცოტა ხნით შეჩერდა. მას დაჟინებით მიაპყრო მზერა და განაგრძო. ადამიანში ყოველთვის მხიბლავდა აზროვნება და სიმამაცე. ვოცნებობდი, რომ შენ, ჩემი ერთადერთი შვილი ასეთი ყოფილიყავი. ეს სანუკვარი ოცნება ამისრულდა, მაგრამ არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ უწუხდე. არ ვიცი, რადგან მოაზროვნე და მამაცი ადამიანი ვერასოდეს ეგუება მარწუხებს და თავისუფლებისკენ ისწრაფის. ის გრძნობს საკუთარი თავის მნიშვნელობას და სწორედ აქედან გამომდინარე იზიდავს შინაარსიანი ცხოვრება, თუნდაც თავისი სახიფათო თავგადასავლებით. მართალია ასეთი აზროვნება და მისწრაფება არ არღვევს არანაირ კანონზომიერებას და მით უმეტეს ადამიანურ პრინციპს, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია და საბჭოთა საზოგადოებიდან განდგომად ფასდება. ეს კი უკვე განაჩენია და თავისუფლებისთვის ბრძოლაც აქ მთავრდება. იმპერიის საზღვრებში მცხოვრები უამრავი ასეთი ადამიანი, რომლებიც საკუთარ მიზნებს სისტემის მიერ დანერგილი ცხოვრებისეული წესების გვერდით განიხილავენ, მაშინვე აწყდებიან უტოპიას, რის შემდეგაც იწყებენ შუალედური ფორმის ძიებას და ბოლოს თავიანთი მიზნების გაუფერულების ხარჯზე ნელ-ნელა ეგუებიან მონობას. აი აქ იკვეთება ჩემი სურვილისა და რეალური ცხოვრების გზები. აქ ეწინააღმდეგება ერთმანეთს ჩემი დედური ინსტინქტი და მომავლისადმი რწმენა. სწორედ დღეს პირველად ვერ გირჩევ, რომელია უკეთესი, რადგან ტანჯვასა და მონობას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს. სავიჩევმა თავი წამოსწია
და მექანიკურად შეათვალიერა თავის გვერდით მდგარი დედის საწოლი. ის ცდილობდა კარგად გაეაზრებინა მშობლის ის სიტყვები, რომლებსაც ოდესღაც დიდი ყურადღებით არ მოეკიდა, რადგან უკვე გრძნობდა, რომ მის წინ შექმნილი ლაბირინთის დაძლევის გზა სწორედ იმ მონოლოგში უნდა ეძებნა. 2 წუთს კიდევ ატრიალა აქეთ-იქით თვალები, თითქოს შიშობდა, გამოსავალი მძიმე ფორმით არამოტივტივებულიყო მის გონებაში, მაგრამ დედის გარდაცვალების, როგორც ანომალური მოვლენის ამოხსნის სურვილმა, საბოლოოდ მაინც ძლია შიშს და გონისმიერი ყური კვლავ მიაპყრობინა აც გარდასული საუბრისათვის. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებულია შიდა მსხვერპლზე. წარსულიდან მოდიოდა ნინა მაქსიმოვნას ხმა. ეს მსხვერპლი შეიძლება შეეწიროს სამ რამეს: ამბიციას, რომელიც უბიძგებს სხვა ადამიანის განადგურებისკენ, რამე თუ სხვისი მოსპობის ნიჭი გარანტირებულ კარიერას ნიშნავს, ცრუ დასმენა, რომელიც ფულზე ან სხვა სახის გასამრჯელოზე შეიძლება იქნას განხორციელებული და მესამე, საბჭოთა სისტემის ეჭვი რომელიმე პირზე, რომელიც ამას თავისი ინერტულობით ან და გაუაზრებელი მოქმედებით დაიმსახურებს. ეს არის ის სამი ძირითადი მოვლენა, რომელსაც ვერასოდეს განსაზღვრავ, გადაეყრები თუ არა. ამისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის ალბათ არც შენ. ამიტომ სიფრთხილე გმართებს ყველასი და ყველაფრის მიმართ. გახსოვდეს, რომ შენთვის ყველაზე საშიში ადამიანია, როგორი ახლობელი და მეგობარიც არ უნდა იყოს ის. რაც შეეხება ცხოვრების გზის არჩევას, დიდი არჩევანი არ გაქვს და იმ ორიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიო, შვილო, რადგან შენ უნდა გაიარო ის გზა. მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სადაც იქნები, იქ ვიქნები მეც, მაგრამ თუ შემთხვევით რაიმე სიტუაციის მსხვერპლი გახდები და თავიდან ვერ აიცილებ ამ სამწუხარო მოვლენას, იცოდე, რომ მარტო არ იქნები, მიუხედავად ჩვენთან მოქმედი წესისა, რომელიც შვილების შეცდომებს აკისრებს მშობლებსაც. მიაქციე ყურადღება, რომ აქ ლაპარაკი მაქვს უნებლიე შეცდომაზე ან შემთხვევაზე და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე. ახალგაზრდები თავიანთი თავქარიანობით ხშირად სცდიან საბჭოთა სისტემას, რაც ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ. შენი აზროვნების ადამიანს ეს არ გემუქრება, მაგრამ სხვა დანარჩენში სიფრთხილე გმართებს. დიდი სიფრთხილე, რომ შენი მიამიტი და მიმრდობი ბუნების მსხვერპლი არ შეიქმნა. მხოლოდ ეს მაშინებს, შვილო, და გაითვალისწინე ჩემი დარიგება. ანტონს მთელი სხეული დაეჭიმა და უხილავ შიშს უეცრად ადევნებული, აქეთ-იქით მექანიკურად მომზირალი თვალები ცოტახნით მოხუჭა, რათა უკეთ შეძლებოდა დედის საუბრის ბოლო ეტაპზე მისი საგრძნობლად დაძაბული სახის წარმოდგენა. სავიჩევი კანკალმა აიტანა, რადგან ნინა ბერდიევას ეჭვი შვილის მიამიტური ბუნების მარცხის თაობაზე უკვე აცხადებული იყო. ახლა კი ყველაზე დიდი ინტერესი იმ სიტყვების გახსენებისკენ უნდა მიემართა, თუ რა უთხრა დედამ ამ ეჭვის გამოთქმის მერე, რადგან მისთვის უფრო მეტად ნათელი ხდებოდა, რომ ის ჩაკეტილი სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა, მის შემდეგ გაიხსნებოდა. რაც არ უნდა გაგიჭირდეს, საოცარი ჟღერადობით ამოიჭრა ანტონის გონებაში დედის ხმა, რომელმაც წამის მიათეთში დაიპყრო მთელი მისი ცნობიერება. მე არასოდეს მიგატოვებ. თუ გაგვწირავს ბედი და ერთმანეს დროებით დაგვაშორებს, იფიქრე, რომ დედა შენს საშველად მაინც მოვა. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს სისტემასთან ურთიერთობის და იმაზე მეტი გონება ვიღაცის ამბიციის მოთოკვას, ბოროტიანის ამოგლეჯვას და საბჭოთა ემისრების ეჭვების გაფანტვას რომ შეძლებს. მთავარია შენ არ გამოუცხადო იმპერიას ბრძოლა, თორემ შენი მშობლების ქვეყნის წინაშე დამსახურებას ასე ხელაღებით ვერავინ გადაშლის და ანგარიშს მაინც გაგვიწევენ რაღაც ფორმით. იფრთხილე და იფიქრე ყველაფერზე, მაგრამ არასოდეს იფიქრო იმაზე, რომ დედა არ გყავს. სავიჩევი სავარძლიდან წამოდგა და სანამ ნაბიჯს გადადგამდა, თავისთვის ჩაილაპარაკა. არასოდეს იფიქრო იმაზე, რომ დედა არ გყავს. ანტონი მისაღებ ოთახში გავიდა და კედლის საათს შეავლო თვალი. შუა ღამე დამდგარიყო. საათი ღამის 2:09 აჩვენებდა. ანაზდეულად გახედა ფანჯრიდან ცაზე გამეფებულ წვდიაც და კვლავ ფიქრებს მიეცა, რომელმაც მაშინვე ამოუტივტივა
ივან ანდრეევიჩის სიტყვები შენგან გასული ერთი სიტყვაც კი თავდაყირა დააყენებ შენს ცხოვრებას. ამან ცოტა არ იყო შეაცმუნა ახალგაზრდა კაცის გული, რომლის გასანეიტრალებლად ისევ მოიჭრა დედის ხმა შენი მშობლების ქვეყნის წინაშე დამსახურებას, ასე ხელაღებით ვერავინ გადაშლის. ანტონმა ფანჯარა გამოხსნა. გარედან არავითარი ხმა არ ისმოდა, მშვიდად ეძინა ქალაქს. სავიჩევს კი აღარც დაღლილობა ახსოვდა და აღარც ძილი. მის თავში მართალია ფიქრების კორიანტელი იდგა, მაგრამ ამ ფიქრებს უკვე ჰქონდა მიმართულება. დედა ჩემი ჭკვიანი ქალია და ისე უაზროდ არ მეტყოდა. შეიძლება ბედმა დროებით დაგვაშოროს ერთმანეთს, მაგრამ დედა მაინც მოვაშენს საშველადო. ეს სიტყვები უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ის ცოცხალია, მით უმეტეს მიცვალებული არავის უნახავს, მაგრამ მე როგორ გავიგო ეს? ფიქრობდა ანტონი და ნელ-ნელა უმყარდებოდა გრძნობა დედის სიცოცხლესთან დაკავშირებით. უეცრად ადრეული გაზაფხულის გრილმა სიომ წამოუბერა, რომელმაც გააუდრების საშინელი სუნი შემოიყოლა ფანჯარაში. სავიჩევს ეს არ უგრძნია. ის მშვიდად გადაჰყურებდა ჩაბნელებულ სახლებს, რომელთა შორის გამავალ ქუჩებს მხოლოდ მბჟუტავი ნათურები გამოარჩევდა. აშკარად ჩანდა, რომ მას ფიქრებისაგან დროებით გაქცევა სურდა, მაგრამ ამის საშუალებას საკუთარი გონების თვალი არ აძლევდა, რომელიც დედის განსასვენებელს კუიბიშევის სასაფლაოს ფონზე მალმალე აჩვენებდა. ანტონი შემოbrunდა და ოთახის კედლები ნაღვლიანი სახით შეათვალიერა, რომელშიც მარტო ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა. ფეხისათრევით მივიდა მაგიდის გვერდით მდგარ სკამთან და უღონოდ დაეშვა დასაჯდომად. არასოდეს იფიქრო, რომ დედა არ გყავს. მის ყურში კვლავ გაისმა ნინა მაქსიმოვნას მჭექარე ხმა, რომელმაც უკვე მკვეთრად შეაკრთო თავისი შვილი. არასოდეს ვიფიქრო, რომ დედა არ მყავს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რა იმალება ამის მიღმა? ანდარას ფიქრობდა დედა, როდესაც ამას მეუბნებოდა? რაღაცას ვერ ხსნი, ფიქრობდა ანტონი და გამალებით ეძებდა ამის პასუხს. დიდი ხანი არ დასჭირვებია მის გონებას, რომ თავის მთელ პერიმეტრზე ვებერთელაასოებით წარმოედგინა ორი სიტყვა დედა ცოცხალია, რომლის ბოლოში მკრთალი მოციმციმე კითხვის ნიშანი მაინც მოსჭანდა. მაგიდაზე იდაყვებდა ყრდნობილი სავიჩევი კიდევ ერთხელ მოიღუშა, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ის იმ კითხვის ნიშანს შეება, რომელიც მის უმთავრეს სურვილს წინ ეღობებოდა. ერთი წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მთავარი კითხვის საპასუხოდ რაღაც მოეფიქრებინა, რის შემდეგაც ფეხზე წამოიმართა, წყნარად მიიხურა სახლის კარი და სადარბაზოს კიბეებს დაუყვა. მეგობრებო და ჩემო ძვირფასო გამომწერებო, აქ დავასრულებ ახლა თხრობას, იმიტომ რომ ცოტა ისეთი მომენტი დგება, რას ვეღარ შევძლებ გაგრძელებას და ბოდიშს გიხდით. ალბათ ხვალ წავიკითხავ ამ ადგილს. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, ვინც მისმენთ და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ყველას, ჯანმრთელობას პირველ რიგში. ნახვამდის.